უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების შესახებ აქტიურად საუბრობენ. საკითხს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველიც ეხმაურება. ვან ბაიბურთის განცხადებით ქარტიის რატიფიცირება სეპარატიზმის წახალისებას არ გამოიწვევს, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია. ბაიბურთი მიიჩნევს, რომ ქარტიის რატიფიცირების შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების და მათი ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება. როცა ამ რეგიონებში მოსახლეობის არ ვიცი, ალბათ 10%-იც ვერ ფლობს ჯერჯერობით ქართულ ენას, რასაკვირველია ამ ხარტიის ენების მიღება არის არასასურველი და გამოდის, რომ სპეციალურად ვიღებთ ამ კანონს, რომ ვთქვათ, შეჩერდეს ქართული ენის სწავლა და შეჩერდეს ვთქვათ, ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. რეგიონული ენებისთვის სტატუსის მინიჭებას ხელისუფლების მხრიდან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ საქართველოს ღალატად აფასებს სახალხო ფრონტის ლიდერი. ნოდარ ნათაძის განცხადებით, ახალქალაქის საკრებულოს რესპუბლიკელების ფრაქციის ინიციატივა ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც ქართული ენის უზენაესობას საფრთხეს შეუქმნის. ნოდარ ნათაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ევროპული ქარტიის რატიფიცირება არ დაუშვას. რესპუბლიკურ პარტიას აქვს ერთადერთი პოლიტიკური დასპეციალება. თავისი ქართული გვარების გაქირავება ანტიქართული დოკუმენტების ხელმოწერისათვის. სხვა კვალიფიკაცია და სხვა სპეციალობა ამ პარტიას არ აქვს. ეს არის ამ ხელისუფლების მხრიდან ერთ-ერთი მორიგი ღალატი საქართველოში სხვა ქვეყნის სასარგებლოდ, კერძოდ სომხეთის სასარგებლოდ. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა გაიმსჭვალება იმის ცნობიერებს, რომ ის ცხოვრობს სომხეთში. და მოითხოვს ამას და საშინელი ურთიერთობები გვექნება. ქარტიის რატიფიცირების თემის გააქტიურებაში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი ვაჰაგან ჩახალიანის მონაწილეობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ჩახალიანი საქართველოს პატრიოტია. თუ თქვენ წაიკითხეთ ასავალ-დასავალი ორი კვირის წინანდელი ნომერი, სადაც არის ინტერვიუ, დიდი ინტერვიუ ერთ გვერდზე ჩახალიანთან, მე ჩახალიანს მივესალმები რა. ამ ეს ინტერვიუ რო წავიკითხე, ჩახალიანი არის საქართველოს პატრიოტი. წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეს კაცი სხვა ჩახალიანია. სამცხე-ჯავახეთში არსებულ მდგომარეობასა და ვაჰაგან ჩახალიანის შესახებ კომენტარი დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არანაირი საფრთხე არ არსებობს. არავითარი საფრთხე სამცხე-ჯავახეთში არ არსებობს. არავითარი საშიშროება არ გვაქვს. ეს არის გაზვიადებული ტყუილი. არ მხოლოდ ჩახალიანს მივახსენე, რომ იმ სიაში იყო რამდენიმე პირი, რომელთანაც დაკავშირებით ჩვენ მქონდა კითხვები და დაახლოებით 5 ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენ მქონდა შეკითხვები, მაგრამ ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ სამსახურო სიაში, მაგრამ პარლამენტს მქონდა ძალიან შეზღუდული ვადა, სამსახურო ძალიან დაჩქარებულად მიიღეს ეს განცხადება. სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭება სამცხე-ჯავახეთში კოალიცია ქართული ოცნების რესპუბლიკელების ფრაქციამ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, თუმცა დღეს საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის კომენტარის ჩაწერა შეუძლებელი აღმოჩნდა. საქმე ეხება 1999 წელს მიღებულ ვალდებულებას, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციისას საქართველომ ევროპული ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის პასუხისმგებლობა იკისრა. ევროპული ქარტია ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით რეგიონული და უმცირესობის ენები ნიშნავს ენებს, რომლებსაც კონკრეტული სახელმწიფოს ის მაცხოვრებლები იყენებენ, ვინც ქვეყნის სხვა მოსახლეობაზე ცოტანი არიან. რეგიონული ან უმცირესობის ენები არ მოიცავს სახელმწიფო ენას, დიალექტებს ან მიგრანტების ენას. მერვე მუხლის მიხედვით, რომელიც განათლებას ეხება, ქარტიის მონაწილეები იღებენ ვალდებულებას, რომ იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც აღნიშნული ენები გამოიყენება, სახელმწიფო ენის შესწავლისათვის ზიანის მიყენების გარეშე უზრუნველყონ სკოლამდელი, საშუალო, პროფესიულ-ტექნიკური და საუნივერსიტეტო განათლების მიღება რეგიონულ ენებზე ან უმცირესობის ენებზე. ასევე ქარტია ავალდებულებს მონაწილეებს მიიღონ ზომები იმ ისტორიის სწავლების უზრუნველყოფისათვის, რომელიც ასახულია რეგიონულ და უმცირესობათა ენებში. ქარტიის მიხედვით მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო საქმეების წარმართვა რეგიონულ ენაზე უნდა ხდებოდეს. ასევე რეგიონულ ან უმცირესობების ენებს ადმინისტრაციული ხელისუფლება უნდა იყენებდეს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ. დოკუმენტის თანახმად ქარტიის მონაწილეებმა ასევე უნდა უზრუნველყონ სუმცირე ერთი სატელევიზიო და რადიო არხის შექმნა, რომელიც რეგიონულ ან უმცირესობის ენაზე იმაუწყებლებს. ან ხელი შეუწყონ, რომ ტელერადიო მაუწყებლების სტრუქტურებში გათვალისწინებული იყოს პროგრამები რეგიონულ ან უმცირესობის ენებზე.